საზოგადოებამ პირველ რიგში დაუპირისპირა, რა თქმა უნდა, ერთიანობა. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს აჩვენებს იმას, რომ პრიორიტეტები და ღირებულებები ქართულ საზოგადოებას არ შეუცვლია. შეიძლება ჩვენი მთავრობა აღარ გავს საქართველოს მთავრობას, ძალიან ძნელია წარმოიდგინოს საქართველოს რომელიმე ისტორიულ ეპოქაში, რომელსაც ასეთი მთავრობა ეყოლებოდა. ძალიან ძნელია წარმოიდგინოს ქართული კულტურა, ქართული საზოგადოება, რომელსაც ასეთი მთავრობა ეყოლებოდა, მაგრამ ერთი რაც ნათლად ჩანს, ის არის საზოგადოება სრულიად არის გამიჯნული ამ მთავრობისგან. ეს მთავრობა არ ლეგიტიმურია, ეს ამაში ჩანს და რაც თავარია ჩვენ ვაჩვენეთ ის, რომ ქართული სული ცოცხალია, როგორც ერთხელ ლოდმა ტენისონმა თქვა ოდისევსზე, შეიძლება ჟამთასლით დაღლილი, მაგრამ გაუტეხელი და ყოველთვის მზად ახალი გამოწვევისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენმა ხალხმა არ მიიღო ის სისულელე, რაც ილაპარაკა არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, როდესაც თქვა, რომ ის უკეთ გაუფრთხილდება ქართული ხალხის ფულს, ის უკეთ გადაწყვიტავს, როგორ მოუფრთხილდეს იმ გადასახადებს, რომელსაც ჩვენი შრომითა და ჯაფით ვიხდით და მას არ ემეტებოდა ეს ფული დაავადებული ადამიანებისთვის, ქართველი ბავშვებისთვის, მას არ ემეტებოდა, მაგრამ ემეტებოდა იმ კორუმპირებული ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც აგერ უკვე 15 წელიწადია ფაქტობრივად ძარცვავენ საქართველოს, ძარცვავენ ჯარისკაცებს, როდესაც აჭმევენ რაღაც მატლიან საჭმელს, რომლის თვითონაც აჩვენეს ეს, ძარცვავენ იმ მოხუცებს, რომელთაც პარავენ პენსიას და პარავენ მე მგონი საპენსიო ფონდებსაც, რომელსაც მე თვითონ აიძულებენ ადამიანებს რომ გადაიხადონ. აგერ ბავშვებს, რომელთაც ფაქტობრივად გარდა იმისა, რომ საბავშვო ბაღების შენობებს რაღაც გაურკვეველი ქიმიური შემადგენლობით წამლავენ, პირდაპირ არაძლევენ წამალს, რომელიც ძალიან მარტივად შეუძლია რომ მისცენ, ხო? და პარავენ ყველა იმ ადამიანს, იმ ადამიანს, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ, რომელთაც საფლავების მონახულების საშუალება არ აქვს, ხო? იმ მშობლებს, რომლებიც უცხოეთში არიან და მესენჯერით და ვიდეო თვალით ზრდიან შვილებს, იმიტომ რომ სხვა საშუალება არ აქვს უბრალოდ რომ ეს ცხოვრება გაიტანონ, ცხოვრება, სადაც კიტრი 17 ლარი ყის და ალუჩა 90 ლარი მე მგონი, ხო? ხო, აი ეს ცხოვრება. და აი ამ ცხოვრებაში ადამიანებმა გითხრეს, რომ ჩვენ არ უნდა გვემეტებოდეს ბავშვებისთვის წამალი. მე სხვა ჯგუფებიც რომ მოითხოვონ, რომელსაც საჭიროება აქვს. ესეთი მახინჯი ლოგიკა აქვს. აი ჩვენ ძალიან ხშირად ვცდილობთ ხოლმე ადამიანებს დავეხმაროთ, იმიტომ რომ რაც ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ მოგმართავენ, ხო? და აი არსებობს დაავადებები, რომელთაც საერთოდ საქართველოს კოდი არ მიუნიჭებია, რომ ასეთ დაავადებები არსებობს, იცით? და ფაქტობრივად სახელმწიფო პირდაპირ ეუნება ამ ადამიანებს, რომ წადი ჩაბარდი სადღაც საფრანგეთში ან გერმანიაში, რომ იქნებ იქ გადაგარჩინო. და ჩვენ აი იმ საფუძვლის გაცემაც კი არ შეუძლიათ, თუ ეს კონკრეტული დაავადება ჭირს კოდი არ აქვს საერთაშორისო გერმანიაში, საფრანგეთში, დანიაში, სინამდვილეში ჯოჯოხეთი ხდება და რა თქმა უნდა და ადამიანები აი ეს არის საქართველოს დღეს და თუ ჩვენ არ გვინდა რომ საქართველოს ასეთ იყოს, მე მგონი ამას არავის არ უნდა და ეს კიდევ ერთი აქტია იმისა, რომ ხალხმა აჩვენა ხო თავისი არჩევანი. თუ ირაკლი კობახიძეს ან რა ვიცი რომელიმე ესეთ ავაზაკს ბიზნა ივანიშვილის პირადი წლიდან შეუძლია ზურგი შეაქციოს დაავადებულ ბავშვებს მათ მშობლებს და უთხრას არა ხო ქართულ საზოგადოებას ეს არ შეუძლია და სწორედ ამიტომ ვართ შეკიდე საქართველოს და ვიქნებით აუცილებლად. ვისაც არ მოგწონთ წადით, ბევრი მიმართულებით არის ეგეთი პოლიტიკა, მათ შორის პოლიტიკური მიმართულებითაც, მაგრამ აი ჯანდაცვის სისტემაზე კარგი რამე გაიხსენე, ამავდროულად გეუბნებიან, რომ ჩვენ ვაშენებთ აქ ვითომ რაღაც რეფორმებს რო ატარებენ ისეთ სისტემას, რომ იქ წასვლა არ დაგჭირდეთ, იმიტომ რომ მაგას ხო პასუხებდნენ არგუმენტად იმას, როგორ გაურთულდებოდათ ქართულ განათლებაზე შეჩერების დროს. ასე პასუხობდნენ, რომ ჩვენ ავაშენებთ ისეც, რომ კონკურენციას გავუწევთ რეფორმას და თქვენ უცხოეთში საერთოდ ვეღარ ისწავლეთ, იმიტომ რომ ჩვენ ჩვენი სკოლა შეიძლება საერთოდ აი განათლების რეფორმა ახსენე გიორგი და კიდევ ძალიან სიმბოლურია, რომ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების წამოწყება ეს იმ უნივერსიტეტის, რომლის პირდაპირ მოსპობას ცდილობენ, ხო და თან ეს ადამიანები, ვინც წამოიწყეს ეს საქმე, მათი დიდი ნაწილი არის დაჯარიმებული, დაკავებული სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოტივებით. ძალიან კარგად გამოჩნდა საზოგადოება ვიზენდობა უპირობოდ. ამდენი ფული, ამდენი თანხა ჩაირიცხა სწორედ ამ ადამიანებს, მაშინ როცა კობახიძე ამბობს, რომ აი მე დამიჯერებ, რომ არ ვარ ეს ფუნდამენტი არის ჯანსაღი. იმიტომ რომ არ შეიძლება ჯანსაღმა საზოგადოებამ არ იცოდეს, რომ ბავშვი ჭირდება მოვლა და წამალი. არ შეიძლება ჯანსაღმა საზოგადოებამ არ იცოდეს, რომ როცა თოვს გურიაში და ადამიანებს თავზე ენგრევათ ზვავით ჩამოწოლილი, თოვლით დამძიმებული ჭერი, რომ იმან ჭირდება შველა.
და თუ გახსოვთ მაშინაც მხოლოდ ქართულმა საზოგადოებამ უშველა თავის თავს არანაირი დახმარება მთავრობისგან არ ყოფილა იმ ზამთარს. ისე როგორც არანაირი დახმარება არ მეუღია თბილისის მაცხოვრებლებს, როდესაც ადიდ და დინარე და წაიღო ნახევარი ქალაქი, ხო? ჩვენ ესეც გვახსოვს და მაშინ ის ხალხი და ჩვენც იქ ვიყავით, ხო, ყველანი. გამოვიდა და დაალაგა ქალაქი და უშველა ეს შემდეგ დეგრადირდა კიდევ მნიშვნელოვნად ეს არის აქ მნიშვნელოვანი. არაფერი კონკრეტული ადამიანისთვის ქართული ოცნების პირობებში არ იქნება არასდროს კარგი. არაფერი. და ეს იცის დღეს ყველამ და ის ხალხი რომელიც ეხმარება სხვა ადამიანებს, სწორედ ამიტომ ეხმარება, იცის რომ სხვა შანსი არ არის ამ ხალხის გადარჩენის. სხვა შორის